დღეს ჩვენი თემა, რომლითაც ვიწყებთ, არის სამწუხაროდ ძალიან აქტუალური. აგვისტო აღმოჩნდა კიბოს, ფილტვის კიბოს, როგორ არის მოიცადეთ, როგორ ამბობენ ცოდნის ამაღლების თვე. ანუ რეალურად ჩვენ ყოველდღე უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, და სამწუხაროდ რომც არ გვინდოდეს იმდენს ვისმენთ ყოველდღიურად ამ დიაგნოზის შესახებ, რომ ძალიანაც არ გვინდოდეს, მაინც ვიცით, მაგრამ აგვისტო არის გამორჩეული იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ თავს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ოჯახს, ჩვენს თანამოქალაქეებს, თანამემამულეებს, რომ დროული დიაგნოზი, ასე ვთქვათ, არის გადარჩენის წყარო. მაშასე ჩვენი სტუმარია, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა უთხრათ, პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე, დიდი მადლობა ოთარ მობრძანებისთვის. ძალიან მძიმე პროფესია გაქვს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა სანამ თავარ თემაზე გადავალთ საუბრის, რაც არის ფილტვის კიბო, მე მინდა ისეთ ზოგადად ვისაუბროთ იმაზე, იმიტომ რომ მხოლოდ კიბო არ არის ფილტვის პრობლემა, არის ასთმა, არის ბრონხიტი, მე მგონი მაინც უფრო ბრონხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, არა? ბიძაშვილები არიან, ან ძმები, ან დედები. მკვიდრი, ხო? ერთი დედის და ერთი მამის. ხო და არის ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც ასევე ფილტვთან არის დაკავშირებული და ასევე ძალიან მნიშვნელოვნად აქვეითებს ჩვენს ცხოვრების ხარისხს. ამიტომ მოდით ზოგადად ფილტვზე თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დავიწყოთ საუბრით თუ რა არის ფილტვი, ეს არის ჩვენი სუნთქვის, ჩვენი აუცილებელი ორგანო. ვთქვათ თუ ელენთას ამოგჭრიან და მანაწილს და ვიტყვით არაუშავსო ფილტვზე ეგ არ გამოდის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს. ზოგადად მარტივად რომ განვიხილოთ, ფილტვი ეს არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ორგანო, რომლის საშუალებითაც ჩვენ გარემოდან ვიღებთ ჟანგბადს, შემდეგ ეს ჟანგბადი გადადის მთლიან სისხლის მიმოქცევაში, აწვდის ჟანგბადს მთლიან ორგანიზმს, ყველა ორგანოს, ყველა ქსოვილს, რის საშუალებითაც ჩვენ ცოცხლობთ, ჩვენ სუნთქავთ, ჩვენ ესე რომ ვთქვათ, ვარსებობთ ჟანგბადის დეფიციტის გარეშე. ჟანგბადის დეფიციტით ვითარდება ძალიან ბევრი შეუქცევადი პრობლემები ჩვენს ორგანიზმში და მარტო სუნთქვითი სასუნთქის სისტემის ქრონიკული დაავადებები არ ნიშნავს იმას, რომ შენ მარტო ფილტვზე გაქვს პრობლემა. ამ შემთხვევაში რისკი იზრდება განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მაგალითისთვის ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული ადამიანები საკმაოდ და ამ ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას აქვს თავისი ხარისხები, როგორი ხარისხია სიმძიმის მიხედვით. აი, გასაგებენაზე რო ვთქვათ, ობსტრუქციული დაავადება რაც ნიშნავს, როდესაც ფილტვი ბოლომდე ვერ ფუნქციონირებს და არასრულებს თავის მოვალეობას. მოდი ზოგადად ვთქვათ, არსებობს ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებები. მწვავე არის დაავადება ფილტვებში, როდესაც რაიმე ინფექციის გამო, მაგალითად ვირუსი, ბაქტერია ვითარდება, ფილტვების ანთებას რასაც ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ზედასასუნთქგზების ინფექციები. ხოლო რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, ეს არის ბრონქული ასთმა, ეს არის ქრონიკული ბრონქიტი. ქრონიკული ბრონქიტი კიდე ქვეტიპებად იყოფა, შეიძლება იყოს ალერგიული ბრონქიტი, შეიძლება იყოს ესე რომ ვთქვათ, მარტივად გასაგებენაზე მწეველთა ბრონქიტი და კიდევ არსებობს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება. ყველა დაავადება თავის პათოლოგიური არსით, ფიზიოლოგიური მდგომარეობით მიმდინარეობს გარდა მწვავე დაავადებებისა, თუ არ ჩავთვლით ქრონიკულ ბრონქიტს, მწვავედ განვითარებულ ბრონქიტს, მიმდინარეობს ბრონქების დაზიანებით. მაგრამ განსხვავება არის იმაში, ფიზიოლოგიურად უჯრედულ დონეზე როგორი ტიპის დაზიანება მიდის ჩვენს ბრონქებში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ მწვავე ბრონქიტი, ადამიანს აქვს მარტივად ხველა, ხშირი ხველა, აქვს ჭარბი რაოდენობით ნახველი, აქვს ტემპერატურული რეაქცია, დაიწყო მწვავედ, გაციების რაღაცის
ფაქტორის გამო სწრაფი მკურნალობის და სწორი მკურნალობის შედეგად პაციენტი სწრაფად განიკურნება. რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ბრონქული ასთმის დროს ჩვენს ორგანიზმში ჩვენივე უჯრედები გამოიმუშავებენ მარტივ გასაგებინაზე აღნიშნოთ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთებს, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს ჩვენს ბრონქებში მუდმივი ანთებითი პროცესი. ეს შეიძლება დააპროვოციროს გარემოს დაბინძურებამ, ცუდმა ჰაერმა, ვირუსმა, ბაქტერიამ, კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე მოწევამ და ამის ან პირობით გამღიზიანებლის ფონზე ჩვენს ბრონქებში იწყება ანთებითი პროცესი. ხოლო რაც შეეხება ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, ეს საკმაოდ ისეთი რთული და ცუდი დაავადება იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში ასთმაც ქრონიკულია, ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც არის ესეც ქრონიკულია, მაგრამ ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადება ძირითადად მიმდინარეობს ორი ტიპით. ეს არის ბრონქიტი და ეს არის ემფიზემა, რომ აუხსნათ საზოგადოებისთვის მარტივად გასაგებინაზე, ძირითადად ეს არის მწველების დაავადება და ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ჩვენი ფილტვის ქსოვილი იცვლის სტრუქტურას და აღარ ხდება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. იცვლება სტრუქტურულად, შესაბამისად, რომ მიიღოს ის რაოდენობით ჟანგბადი, როგორიც ჯანმრთელ ფილტვს შეუძლია, ამის შანსი, ამის ალბათობა უფრო მცირდება. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ზუსტად ეს არის ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება, თუმცა სწორი მართვა, სწრაფად ექიმთან მიმართვა და ადეკვატური მკურნალობა ამცირებს ჩივილებს. ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური, არ უნდა ცხოვრობდეს მოდნებული ცხოვრების წესით, უნდა იყოს დაკავებული რაიმე აქტივობით. ანუ მიუხედავად ქრონიკულობისა, აქ შეიძლება ჩვენ თვითონ მოვიქცეთ ისე, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ფილტვის დაავადებებში მკურნალობა, მედიკამენტური მკურნალობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცენტულად ფილტვის რეაბილიტაცია და აქტივობა ბევრად უფრო მეტად ეფექტურია ვიდრე მკურნალობა. რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობა გესაჭიროება, მაგრამ მოდუნებული ცხოვრების წესი და არაჯანსაღი დამოკიდებულება ფილტვის ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პაციენტებში ბევრად უფრო ცუდ გამოსავალთან არის დაკავშირებული ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ შემთხვევაში მკვეთრად მატულობს გამწვავებების რაოდენობა, შესაბამისად ყოველი გამწვავება ამ დაავადებების დროს პაციენტის მდგომარეობას აუარესებს. ეს გამწვავება შეიძლება იყოს ბანალური გაციებაც კი. ბანალური გაციებაც კი. ყველაზე ხშირად, აი მაინც რომელი დაავადებებია ხდება ამ ფილტვში. ყველაზე ხშირად ჰაერი თუ მოქმედებს დაბინძურება, ეკოლოგიური მდგომარეობა. ეგ მოქმედებს. ხო, ინამდვილად და კიდე ერთი რამე. მაგასაც ვკითხავთ სავარაუდოდ. ყველაზე ხშირად ჩვენ აღვნიშნეთ მწვავე და ქრონიკული დაავადებები. ყველაზე ხშირად მწვავე დაავადებები არის წინა პლანზე წამოწეული, თუნდაც სეზონური ვირუსული ინფექციები, როდესაც არის, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბრონქიტი, აქვს პნევმონია, თუმცა ქრონიკული დაავადებებიდან საკმაოდ ხშირად გვხვდება ჩვენ და დიდი რაოდენობით არის ასთმა, ფქოდი, ქრონიკული ბრონქიტი და ბოლო ხანში უკვე ტენდენცია იმის, რომ ფილტვის ონკოლოგიური დაავადებებით საკმაოდ მომატებული შემთხვევებით გვხვდება და ეკოლოგია და გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის. არა მარტო თამბაქო არის ამ ჩვენი ქრონიკული დაავადებების დროს გამღიზიანებელი, არამედ დაბინძურებული ჰაერი, მტვერი, პროფესიული საქმიანობა, ძირითადად რომელიც არასწორად არის მართლა. არსებობს რიგი პროფესიული დაავადებებისა, რომლის დროსაც ფილტვებზე განსაკუთრებით უფრო ცუდად და აგრესიულად მოქმედებს, როგორც ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებების ჩამოყალიბებაში, აგრეთვე ონკოლოგიური პათოლოგიების ჩამოყალიბებაში. ხო და აი მოდით გადავიდეთ ახლა ონკოლოგიაზე, მთავარი თემა, რომლისთვისაც თქვენ დღეს შეგაწუხეთ, რომ ჩვენთან მოსულიყავით. ერთი იცით რა მაინტერესებს კიდე? ძალიან ხშირად მესმის აი ფილტვების ანთების ჩვენ როგორც ვეძახით ხო პნევმონიას დასმული დიაგნოზი ძალიან მარტივად თქვათ აი ბანალური მოსმენით
არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ფილტვების ანთება არის თუ მაინც აუცილებელია რენტგენის გაკეთება, ეს დედაჩემისთვის და მისი მეგობრებისთვის მინდა ეს პასუხი გამსეთ, იმიტომ რომ ყველა ჯერზე როდესაც კი აბათ ხდება, მე მეუნება რომ ექიმმა მითხრა ფილტვების ანთება მაქვს და სვავს ანტიბიოტიკს და მაინტერესებს ეს საკმარისია თუ არა დიაგნოზის დასაწყისად. ძალიან კარგი კითხვა და ცოტა რომ გავშალოთ ეს თემა, მე მგონი წინააღმდეგები. ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ანტიბიოტიკს სვავს აი ჩვენი მშობლების თაობისთვის ეს ანტიბიოტიკი არის, არ ვიცი, როგორც იმაში ნოდარ დუმბაძესთან არის, ხო? ფინალი. აი ზუსტად ესე არიან და მიშველეთ. კი ბატონო, ზოგადად მარტო მოსმენით დიაგნოზი არისვება, თუმცა ფილტვების მოსმენით დიაგნოზი არისვება, თუმცა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის ექიმს რა ესმის. თანამედროვე მედიცინა მიდის იქეთ, რომ პაციენტმა ტყუილად ანტიბიოტიკი არ მიიღოს, იმიტომ რომ ვითარდება რეზისტენტობა და შეიძლება მე რაღაცა დაგჭირდეს. მივიღებთ ისეთ შედეგს, რითაც ჩვეულებრივ ბანალურ ინფექციაზე ძალიან ძლიერი და სერიოზული ანტიბიოტიკი დაგჭირდება. ხა რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, მაგალითად ადამიანს მოусმინეთ და აქვს ხიხინები ფილტვებში. ფილტვებში ხიხინი შეიძლება გააჩნია ხიხინის რაოდენობა, შეიძლება გარკვეულ ასაკში ნორმათად ჩაითვალოს პაციენტს თუ არ აქვს შესაბამისი სიმპტომები და შესაბამისი ჩივილები. აუცილებელია ანამნეზის აკრეფა. ჩვენ რო ვსვავთ პნევმონიის დიაგნოზი ისმება ძირითადად რამდენიმე კომპონენტი შეჯამებით, ხო? ნომერ პირველი ეს არის ანამნეზი. პაციენტს როდის დაეწყო, რას უკავშირებს, ქონდა თუ არა ცხელება, ხველა არის თუ არა პროდუქტიული. რა ხანგრძლივობა უკვე ხველის, ხო? ხველის რამდენი არის აუცილებელია მოსმენით რა არის, აუცილებელია რენტგენოლოგიურად როგორი სურათი არის და აუცილებელია კიდევ სისხლის ანალიზით შეფასება, იმიტომ რომ სიმძიმე, ჩვენ თუ უშუალოდ ვსაუბრობთ პნევმონიაზე, სიმძიმე განისაზღვრება დაავადებების ამ კონკრეტულად მოცემული ინსტრუმენტულ ლაბორატორიული კვლევების შეფუთვით, მიღებით და შემდეგ უკვე ადეკვატური მკურნალობა ენიშნება. ზოგ შეიძლება დაჭირდეს ტაბლეტიზირებული ფორმით ანტიბიოტიკოთერაპია, ზოგისთვის ეს საკმარისი არ იყოს და დაჭირდეს კუნთში ან ვენაში. ყველა შემთხვევაში მოკლედ აი ესე დამახველა და ფილტვების ანთება მაქვს არ შეიძლება. ძალიან კარგი რაღაც მინდა რომ ვთქვა, დავასრულებ. უბრალოდ ეს აუსკულტაციური მონაცემები, რომლებიც პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი, მოსმენით ის ხიხინები არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა დაავადებისთვის დამახასიათებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გული. ამიტომ ესე რომ თან თუ ადამიანი ასაკში, ამიტომ ჯობია რომ ექიმის შეფასდეს და კვლევა ჩატარდეს, ვიდრე ბრმად დავიწყოთ მკურნალობა. არა. შენ ჯერ ასაკში არა ხარ, დათო. გაიმართე ხა წელში არ შემარცხვა. მოდით გადავიდეთ ჩვენი შეხვედრის მთავარ თემაზე, ეს არის ფილტვის ონკოლოგია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვესმის რა ადამიანებს ჩვენთვის არის აი განაჩენის ტოლფასი. თუ რაღაცა უკვე ასე თუ ისე თქვათ იგივე მკერდის კიბოზე გვაქვს იმედი და არა ესეთი გადაწურული არ არის, ხო უკვე იმდენად არის, ხო ლაპარაკი რომ განკურნებადი, ესეც უფრო ოპტიმისტურად ვარ. აი ფილტვზე იმ წუთშივე თითქოს ყურებს ჩამოვყრით ხოლმე, როდესაც გავიგებთ ამ დიაგნოზს. იქნებ გვითხრათ, აი რა არის მნიშვნელოვანი ჯერ პირველ რიგში ალბათ ყველაზე საყურადღებო, აი როდესაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ როდესაც ფილტვის კიბოს დიაგნოზი ისმევა, ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში არის უკვე წასული პროცესი, იმიტომ რომ ყურადღება არ მიაქცია პაციენტმა დროულად. აი პირველი, ხო, აი პირველი ნიშანები, რო გვითხრათ პირველ რიგში, როდესაც უკვე ჩვენ უნდა განგაში ზარი აპტეხოთ. კი ბატონო, ზოგადად ფილტვის კიბო არის ერთ-ერთი კი არ ნომერ პირველი არის ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულ ადამიანებში გამოწვეული სიკვდილიანობით. დაახლოებით მთელი ონკოლოგიური პაციენტებიდან 17% ფილტვის კიბოს გამო იღუპება. ხოლო სწრაფად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში გადარჩენის ალბათობა და განკურნების ალბათობა დაახლოებით 80% არის. ძალიან გამხელა პროცენტია გადარჩენის.
ცუდია დასაწყისში დაავადების და ცუდი კი არა ძნელია დაავადების აღმოჩენა. იმიტომ რომ ეს დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შეიძლება ადამიანს საერთოდ არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს, არაფერს არ უჩიოდეს და როცა უკვე ჩივილი გაჩნდება და მიმართავს ექიმს, ამ შემთხვევაში უკვე ონკოლოგიური დაავადება საკმაოდ შორსწასულია. შეიძლება იყოს როგორც გულმკერდის შიდა მიდამოში მეტასტაზირება, აგრეთვე ხო, სხვა ორგანოებშიც მოხდეს მეტასტაზირება. ამიტომ სწორად და სწრაფად აღმოჩენილი დაავადება ნიშნავს იმას, რომ განკურნების და 80% ეს ძალიან დიდია. კი, ნამდვილად ძალიან დიდია. რაც შეიძლება რას უნდა მივაქციოთ მეტნაკლებად ყურადღება. ნუ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მწვერველი ადამიანები და ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ხანი აქვთ სტაჟი მოწევის, ან იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში თამბაქოს მომხმარებლები, ან აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას და ძირითადი ასაკი მაინც 45 და პლუსი წელი. აი თუ ჩვენ გვაქვს უჩვეულოდ გახანგრძლივებული ხველა, რომელსაც ვერაფერს ვერ უკავშირებ, გვაქვს და შევნიშნავთ სისხლიან ნახველს, ეს ერთ-ერთი წითელი ხაზია და განგაშის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი ხველა შეიძლება სხვა ბევრ ტიპის დაავადებასაც ახასიათებდეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დამახასიათებელი კი ბატონო, აი უჩვეულო დისკომფორტი და ტკივილი გულმკერდის მიდამოში, რომელსაც ვერც გულს უკავშირებ, განსხვავებულია, ხო, ვერანაირად ვერ აკავშირებ ერთმანეთთან. წონაში კლება, ყველანაირი დიეტის და მონდომების გარეშე, კი ბატონო, აგრეთვე შეიძლება იყოს ნუ ცოტა გვიანი ცვლილება, თუმცა შეიძლება გააჩნია შემდეგ რა ხდება ორგანიზმში და რას აზიანებს, როგორი რაოდენობით აზიანებს და გარდა ამისა ხმის ტემბრის ცვლილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის. ჩვენ სასუნთქის სისტემაზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ფილტვზე, ამიტომ ხორხი სასუნთქის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი კიდევ მინდა ვთქვა, აი ხშირად განმეორებითი ძალიან ისეთი შეუქცევადი პნევმონიები, რომელიც თითქოს მკურნალობის ფონზე ალაგდა, მაგრამ რამოდენიმე დღეში ისევ იწყება. ეს არის ძირითადი მაჩვენებლები, რომელსაც ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს და უბრალოდ არ უნდა უგულებელყოს. ეხლა ორი თემა. ერთი, რომ მარტო მწეველებს ემართებათ ძალიან ბევრი არამწეველი გეუბნება, რომ მხოლოდ მწეველების შემთხვევაში გაქვს რისკი, რომ გქონდეს ფილტვის კიბო. ეს ერთი და რომ გავაერთიანოთ. თუ ვარ მწეველი და ვიპოვე ძალა ჩემში, დავანებე თავი. მართალია თუ არა, რომ ფილტვი სუფთავდება? კი ბატონო, ზოგადად, როდესაც ფილტვის კიბოს სტატისტიკა დგება, ფილტვის კიბოთი დაავადებული ადამიანების უმეტესი ნაწილი არის მწეველი. პროცენტულად მაღალი არის მწეველები. თუმცა აპრიორი ის, რომ მე თუ თამბაქოს არ მოვიხარ და მე ფილტვის კიბო არ დამემართება, ეს ნამდვილად არ არის ეგრე. სამწუხაროდ ძალიან ბევრი არამწეველი ადამიანი არის ფილტვის კიბოთი დაავადებული, როგორც ქალი, აგრეთვე როგორც მამაკაცი, აგრეთვე საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ქალებიც, რომელსაც სიგარეტის ესე რომ ვთქვათ, ნაფასიც კი არ დაუსინჯავთ, მაგრამ ფილტვის კიბო მათ დაუდასტურდათ და რაც შეეხება მეორე კითხვას თქვენსას, ზოგადად თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ნებისმიერ ეტაპზე აუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას. ადამიანის ორგანიზმი ძალიან სწრაფად აღიდგენს რესურსებს. ნებისმიერ ეტაპზე თამბაქოს მოხმარებისგან შეწყვეტა იწვევს პირველ ეტაპზე ჟანგბადის მიწოდება, უფრო მეტად იზრდება ჩვენს ორგანიზმში. შემდეგ თუ ქრონიკული ხველა აქვს პაციენტს, ხველა ქრება, უსიამოვნო შეგრძნება, დაღლა, ქოშინი აღარ და ამიტომ ეს რაღაც დონეზე გასუფთავდება, ასე ვთქვათ. კი და ახალი ირაკლი ყურში ვეულება, გწოდნია ყველაფერი და მაინც ეწევი. და ონკოლოგიური პაციენტები
ფილტვის კიბოთ დაავადებული პაციენტები ზოგი მაინც აგრძელებს მოწევას, ამიტომ როგორც კი მოხდება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ну რა თქმა უნდა ეს კარცინოგენია, მაპროვოცირებელია და შესაბამისად ეს იწვევს სწრაფადვე გაუმჯობესებით და გაუმჯობესების განკურნებით ვერ განიკურნება, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ რისკ ფაქტორს როცა ააშორებ, მიზეს თუ მოაშორებ, შედეგი რა თქმა უნდა უკეთესი გექნება. მითია თუ რეალობა, რომ ეს ესეთ წოდებული ქართულს დავიწყდა ვაიპები, ეს რაღაც ელექტროსიგარეტები არის ნაკლებად მავნებელი ვიდრე თამბაქო. რამდენად მართალია? ორივე პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს. ორივე პროდუქტის მოხმარებას, როდესაც იწყებს ადამიანი, რატომაც აგრძელებს მოხმარებას, შემდეგ ეს არის თვითონ რა ამბობ, რომ კიდე დანამატებია, კუპრია ის არის და ესო მაინც აი კი ბატონო, ორივე დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ეს არის ნიკოტინი. ნიკოტინს შეიცავს როგორც ერთი, აგრეთვე მეორე პროდუქტი. უბრალოდ განსხვავება არის იმაში, რომ თამბაქოს შემთხვევაში კარგად ვიცით შემცველობა იქ მოხუთავი აირი, კუპრი, ქიმიური ნაერთები, რომლებიც არის ონკოგენები, პრეონკო მარკერები, ესე რომ ვთქვათ, დაინდუცირებენ იმას, რომ განვითარდეს ონკოლოგიური დაავადება, ხოლო ამ შემთხვევაში, ვეიფების შემთხვევაში, იმდენი რაოდენობით ეს კუპრი და ფილტრია, მოწყობილობა არ უშვებს ამ ესე რომ ვთქვათ მხუთავ აირს და ასე შემდეგ, თუმცა ბევრი არომატიზატორი არის დამატებული, სხვადასხვა ქიმიური ნაერთი, რომელიც აგრეთვე საკმაოდ აგრესიული პრეონკო ესე რომ ვთქვათ მაჩვენებლები აპროვოცირებენ ონკოლოგიურ დაავადებას და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დამოკიდებულებას იწვევს. მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებსაც საერთოდ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით, საერთოდ ვისაც არ მოუწევია თამბაქო, საკმაოდ დიდი ხანია უკვე მოიხმარენ ამ ვეიფებს და შესაბამისად ამ შემთხვევაში აუცილებლად იზრდება კიდევ ფილტვის დაავადებების განვითარების რისკი, ძალიან ხშირია პნევმონიტების შემთხვევები, ეს ფილტვის ერთ-ერთი ანთებითი პროცესია ბრონქიოლიტების და თუ ადამიანს აქვს ასთმა, ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ისიც პირობით დამღიზიანებელი არის, რომელიც ჩვენ სასუნთქებზე გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ ხო, თუ თავს ვანებებთ, უნდა დავანებოთ. ჩვენს თავში ძალა უნდა გამოვნახოთ და დავანებოთ, იმიტომ რომ ვინც იწყებს ვეიფს, შემდეგ შეიძლება სიგარეტზე გადავიდეს და ამიტომ დიდად არაფერი არ იცვლება პირიქით. შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება. მოკლედ ეს არის ძალიან მავნე ყველაფრისთვის და მაინც ალბათ პირველ რიგში სწორედ ფილტვებისთვის, რომელიც კვებავს მთელ ორგანიზმს, შესაბამისად ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან იმისათვის, რომ ჩვენი სიცოცხლის ხარისხი იყოს მაღალი, იმისათვის, რომ ონკოლოგიის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, რა თქმა უნდა, სიგარეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პროდუქტი. ეკოლოგიასაც რომ დავეხმაროთ, სხვათა შორის თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია. ამიტომ რაღაცნაირად მოდით ყველაფერზე ვიზრუნოთ ყველამ ერთად. გადავაბარებთ სხვა ადამიანებს, დავაბრალებთ სხვებს. კიდევ უნდა რაღაცა ერთი უნდა ვთქვაო, ხო? თუ ფილტვის კიბოსთან დაკავშირებით მინდა ესეთი რამ რო ვთქვა, რომ პრევენცია, დაავადების პრევენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რას გულისხმობთ ამაში. მოწოდებულია მსოფლიოში, რომ დაბალი რეზოლუციის გულმკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია არის ოქროს სტანდარტი იმისთვის, რომ დასაწყის სტადიაზე აღმოვაჩინოთ. გიკითხავს ყველაზე კარგი კვლევა ეს არის, ხო? ნომერ პირველი ოქროს სტანდარტი არის და მინდა აღვნიშნო, რომ
ქალაქში თბილისში უკვე ფუნქციონირებს ფილტვის კიბოს სკრინინგ პროგრამა, რომელშიც 45-დან 75 წლის ასაკის ადამიანებს განურჩევლად სქესისა შეუძლიათ რომ ჩაერთონ, მივიდნენ, სულად უფასოდ ჩაიტარონ ტომოგრაფია, ადამიანები, ვისაც აქვთ მოწევის ანამნეზი ან აგრძელებენ მოწევას. გენეტიკური თუ არის, ანუ გენეტიკაში თუ ყოფილა, მამას ქონდა, დედას ქონდა, ბებიას, ბაბუას, არის თუ არა ეს რისკის კი, რა თქმა უნდა, ოჯახური ანამნეზი ერთ-ერთი აუცილებლად ყურადსაღებია და ამის კარგი იქნება რომ პერიოდულად შემოწმებებს გავაკეთებთ და ვისურვებდი რომ ქალაქში ბევრად უფრო მეტ ადამიანმა ჩაიტაროს სკრინინგი და ძალიან მარტივია შემდეგ ამ დაავადების მკურნალობა და მოვლა, რა თქმა უნდა, ვიდრე შორს წასული პათოლოგია, ძალიან რთული სამართავია. აი ეს ძალიან კარგი ამბავი გითხარით, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ საოცარი ხალხი ვართ რა. აი თითქმის ყველაფერი რაც ონკოლოგია შეეხება ჩვენს ქვეყანაში არის უფასო და ჩვენ ისიც კი გვეზარება რომ ამისთვის დრო გამოვნახოთ და მივიდეთ და მივხედოთ ჩვენ თავს, ასე რომ პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც ჯერ გაგვარკვია ჯერ ეს ერთი ამ პრობლემებში და მეორე ერთი საოცარი ინფორმაცია გითხრა, ვინც არ ვიცოდით ჩემნაირად, რომ არსებობს უფასო სკრინინგის პროგრამა 45-დან 75 წლამდე. ქალებს თუ მამაკაცებს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფანტასტიკური შესაძლებლობა იმისათვის, რომ იმედიანად ვიყოთ, წყნარად ვიყოთ და მშვიდად წავიდეთ სახლში და გავაგრძელოთ ცხოვრება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ჩვენ ახლა ძალიან ცოტა ხნის დაგტოვებთ, თუმცა საინტერესო ამბებს დაგიტოვებთ და დაგიბრუნდებით მალე ასევე მნიშვნელოვანი თემებით.